მოგესალმებით მეგობრებო ყველას, საღამო შვიდობის, დღეს გვექნება unboxing-ის ვიდეო და დღეს გაყუთვას გაუკეთებთ ორ ძალიან კარგ პროდუქტს. ეს არის ვიდეო თვალი 4K Emetis ფირმის Smartcam Sio 950 მოდელი და ვიყიდე იმიტომ რომ ჩემ ლეპტოპს სადაც მე ვმუშაობ ძალიან ცუდი ვებკამერა აქვს. ფაქტიურად არაფერი არ ჩანს, ვიდეოებშიც საღამო რაც არის ხოლმე გადაღებული ძირითადად რაც უყურებთ არის უხარისხო. იმიტომ რომ ძალიან ცუდი ვებკამერა გვაქვს. ყველა გაგებით, ასე რომ Asus 300-ში ძალიან დიდი მინუსი აქვს. და ამიტომ ვიყიდეთ ძალიან იაფად Amazon-ზე. ფასტაკლებაში იყო სერიოზული. ხოლო აი ეს პროდუქტი კი გახლავთ SSD Samsung-ის პორტაბელური SSD T7 მოდელი, რომელიც 1 ტერაბაიტიანი არის ზომაში და ამას რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ერთად გავტესტავთ, ვნახავთ რა შეუძლია, როგორ შეუძლია და ასე შემდეგ, რა სიჩქარე აქვს მაქსიმალურად. ამ SSD-ზე რაც შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი სოფლიოში ყველაზე გაყიდვადი გახლავთ მოდელი. სოფლიოში ნომერი პირველი ეს არის 2023 წლის მოდელი და რაც ყველაზე მთავარი არის, მეგობრებო, აწყობილია კორეაში. დიდი ხანია მე ეს წარწერა აღარ მინახია არც ერთ ტექნიკაზე. ძალიან დიდი ხანია. იაპონიაზე ხო საერთოდ 6 საუკუნის ნოსტალგია რო ეწეროს. მაგრამ აი ამას ჩინეთი რო არ აწერია და აწერია კორეა, ეს უკვე ძალიან მახარებს. ანუ ორიგინალი სამხრეთ კორეული პროდუქტი არის და მსოფლიოში ნომერი პირველია ეს მოდელი კონკრეტულად გაყიდვებით. გამოცდილი მოდელია და შესაბამისად არის პატარა მცირე ზომაში. ეს მუშაობს როგორც Android-ზე, ასევე PC-ზე და ასევე Mac-ზე. აწერია კიდევაც. ან თქვენ გიძლევთ თქვენ smartphone-თან ერთად დაერთოთ, გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა განათავსოთ აქ, ან ნებისმიერი სახის რამ ფაილები გადაიტანოთ, ან უბრალოდ თუ რამე ფილმები გაქვთ, ან რაღაც მუსიკები გაქვთ, შეგიძლიათ მიერთოთ და სადმე მოგზაურობაში რომ მიდიხართ თქვენ ტელეფონთან ერთად, უკან ესე შეგიძლიათ რომ მიაკრათ და თან წაიღოთ და გქონდეთ ნებისმიერი სახის ფაილები, რაც 1 ტერაბაიტამდე ზომაში დაეტევა. მოდი გავხსნათ ახლა 1:05 და ვნახოთ რა დევს შიგნით. რაც მთავარია, რა თქმა უნდა, აი ეს მნიშვნელოვანი არის, ქარხნული შეფუთვები არის. ანუ ორიგინალი პროდუქტი გვაქვს. ეს eBay-ზე შევიძინეთ Samsung-ი კარგი გამყიდველისგან, რეიტინგულისგან, საკმაოდ სანდო და ეს უკვე Amazon-ზე ოფიციალური მაღაზიისგან ვიყიდეთ Emetis-გან. ორი სიტყვით გეტყვით Emetis-ზეც, Emeti არის ჰონკონგში დაარსებული ბრენდი არის და საკმაოდ კარგი ხარისხით გამოირჩევა. მართალია Logitech-ისნაირი ხარისხი შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ top 3 ბრენდში შედის ვებკამერების წარმოებაში. კონკრეტული მოდელი არის საკმაოდ გამოცდილი, ძალიან ბევრი მიმოხილვა არის, სადაც ყველა მოხმარებელი არის კმაყოფილი. და შესაბამისად, სწორედ აი ამ დიდი შესწავლის შემდეგ გადავწყვეტე რომ მეყიდა მეც ეს კონკრეტული მოდელი, რომელიც 2023 წლის მოდელი არის. რაღაცა დამთხევა ხო, ერთიც და მეორეც 2023 წლის მოდელი გახლავთ. მოკლედ, მოდი გამყუთოთ ახლა რა დევს შიგნით და გავაგრძელოთ რა საკვირველია და მე უკვე ტესტებიც ვნახოთ. გადავიღებ face ამ ვებკამერით, ვნახავ როგორ გადაიღებს და რა თქმა უნდა SSD-ზე გავტესტოთ უკვე ფაილების გადატანა რა სისწრაფით მოახერხებს. მოდი ვნახოთ ახლა რა დევს კონკრეტულად ვებკამერის ის ინსტრუქცია გასაგებია. ეს რა არის? 4K-ის guideline-ი, ხომ გასაგებია ესეც ინსტრუქცია. თვითონ ეს ვებკამერა, ამისაც ახლა გავხსნი და აი ისიც მეგობრებო, აი ესე გამოიყურება ეს ვებკამერა. Emeti 4K. ნახეთ, მიკროფონიც რა თქმა უნდა ზედვე აქვს. ძალიან სიმპათურია, ძალიან პატარაა, ლამაზია, ესე რეგულირდება, შეგიძლიათ ზომები დააყენო, როგორც გინდა, მიმართულებები, გრადუსები კუთხის. საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება, მე დაგითხრათ, საკმაოდ გრძელი კაბელიც აქვს, აი რასაც მე ვუყურებ, ძალიან კარგია, ანუ გაწვდეს და არ იყოს პატარა მოკლე, იმიტომ რომ ეს PC-ზეც არის გათვლილი და რა თქმა უნდა ლეპტოპსაც, ასე რომ კარგი არის, მომწონს, ნახ დანარჩენს უკვე მე ვნახავთ მუშაობს თუ არა. ახლა გადავიდეთ SSD-ზე გავხსნათ. ესე იგი გავხსენით 5 და კიდევ შიგნით 5 დევს, ანუ 5 5-ში. იმდენად არის დაზღვეული და დაცული, რომ აშკარად
ყოჩახ Samsung-ი რა, რომ ნუ გასაგებია მისი რასაც ვერ უძლებს ეს არის დარტყმა. ამ მოდელზე რაც შემიძლია კიდევ გითხრათ, ის არის რომ მას ტექნიკურ მახასიათებლებს რა თქმა უნდა ხა თქვენ ეკრანზე გამოგიტანთ და თქვენ თვითონ წაიკითხავთ. მაგრამ არის გამძლე წყლის მიმართ, მტვრის მიმართ, აქვს დაშიფრული და დაცული, ასე ვთქვათ, საცავი, რომ მავნე პროგრამებით და მსგავს რაღაცეებით მაქსიმალურად იყო დაცული, არ გაგიტეხონ და ინფორმაცია არ გადაიტარონ, ასე რომ საკმაოდ კარგი ხარისხის პროდუქტია. აი, მეგობრებო, ნახეთ რა პატარა, შეხედეთ, რა თხელია, ეგეთ ბრენდირება არის Samsung-ი, კაბელი იდო შიგნით და აი ნახეთ მეგობრებო, ხოლმე აწერია პორტაბელური მოდელი და ბრენდი. აი არ ვიცი, უპატარა ვესია, შეხედეთ რა მხელა, რა 10 სანტიმეტრი იქნება მაქსიმუმ, არც იქნება 10 სანტიმეტრი. ხელი მსუბუქესი, მართლა რომ ჯიბით შეგიძლია სადაც გინდა წაიღო, ყოჩახ, კარგია, მომწონს. აშკარად ახალია და აქედან არის შესაერთებელი, Type-C-ზე ერთდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქვს ჩემს ლეპტოპს ეს სიპორტი USB-ს, ასე რომ ძალიან მაგარი არის ეს ამბავი. მოკლედ, აქეთ კაბელია, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ინსტრუქცია. და ახლა კაბელსაც გაჩვენებთ, აი ესეთი არის კაბელი. კიდე რაღაც შევშინდით. ორი კაბელია. ნახეთ, ორი კაბელი. ერთი არის სტანდარტული USB-დან C-ზე და ეს არის C-დან C-ზე. ანუ USB-C პორტი ორივე C არის და ეს ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ბრავო Samsung-ს. ნუ ბრენდს რო ყიდულობ ეთყობა რა, ეგრევე, ყველაფერში ეთყობა ბრენდს, აწყობის ხარისხშიც, ხელში დაჭერიდან გზნობ რო ბრენდი გიჭერს. ყუთის გახსნიდან რა, ჯერ შეფუთვიდან დაწყებული მიყვას ბრენდების, იმიტომ რომ ულტრა მინიმალისტური, ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანი შეფუთვები აქვს ხოლმე და ზოგადად როცა ბრენდის პრემიუმს ყიდულობ კიდე აი ეგრევე გზნობ შეფუთვიდან რო ხელს რო შეახებ რომ პრემიუმ ხარისხის პროდუქტი გიჭერს. მოკლედ, გადავიდეთ უკვე ლეპტოპზე, დავაერთოთ ეს თვითონ შიგნით. ლეპტოპს გადავიტანოთ ფაილები და გავტესტოთ. ეხლა ჩვენ უკვე ჩავრთეთ, შევაერთეთ ეს პორტაბელური SSD და რა თქმა უნდა ვიდეო კამერაც. ნუ როგორც ხედავთ, ალბათ უკეთეს გამოსახულებაა ჩემი, ასე ვთქვათ, setting-ეთ. შევუცვალეთ, დავაყენეთ 4K-ზე, გავზარდეთ სატურაციები და ეგეთ რაღაცეები, მოკლედ პარამეტრები გავასწორეთ. შევეცადეთ, რომ შესაბამისად სასურველი რაც იყო და მიახლოებული იდეალურთან, ის დავაყენეთ მე ეტაპობრივად კიდე თქმა უნდა კამერის ხარისხს დროთა განმავლობაში ეტაპობრივად დავარეგულირებთ და ეხლა მოდი შევამოწმოთ ჩვენი SSD-ის მუშაობა და სიჩქარე. როგორც ხედავთ, გაგვახსნა კომპიუტერში T7. ეს არის თავისი Samsung-ის პროგრამა, რომელიც დავაინსტალირებთ და აქედან შეგვიძლია მე რაღაცეები ვმართოთ. მაგრამ მე პირველ რიგში მაინტერესებს რა სიჩქარით გადაიტანს ამ შემთხვევაში ფაილებს. მოდი გადავიტანოთ სურათები, ნახოთ რა სიჩქარეს დაწერს HDD-დან გადამაგ SSD-ზე. და ასევე კომპიუტერიდანაც მე გადავიტან ინტერესებს სიჩქარა იქნება. აქ HDD-დან გასაგებია, იმიტომ რომ HDD ვერ აწვდის აშკარად მაღალ სიგნალს, ანუ სიჩქარის გადაცემას. წესით ამას მეტი უნდა კონდეს, იმიტომ რომ სტაციონარი არის ჩემი HDD Seagate-ის, მაგრამ ფაქტია, რომ 30-31-ზე ესე მერყეობს. კომპიუტერიდან უფრო სწრაფად გადაიტანს, სავარაუდოდ ეგრე იქნება. ყოველ შემთხვევაში ამასაც გაჩვენებთ. მაინტერესებდა HDD-დან რა სიჩქარე იქნებოდა და HDD-დან SSD-ზე გადატანა, როგორც ხედავთ, HDD მაინც HDD-ია რა. სუსტი არის ამ კუთხით, რა თქმა უნდა. მოდი ახლა ვნახოთ მეგობრებო, როგორ გადაიტანს კომპიუტერიდან 800 მეგაბაიტიანი მეგობრებო წამის მიასედებში წამოიღო. აბა ეს ვნახოთ. 500-ზე ნაკლები არ არის. მაქსიმალური 1050 წამებში. წამებში მეგობრებო, წამებში გადმოაქვს. ეს ძალიან კარგი ამბავია. არა, დონეა. ბრავო, დამდივართ 500-ზე ნაკლები, 520, 550. მოდი აბა რამდენიმე ფაილი ანუ რომ გავზარდოთ ახლა, ვთქვათ, აი 3 ერთად. აბა 3 ერთად ვცადოთ 528, 520, 515. 500-ზე ქვემოთ არ ჩამოდის. უსწრაფესია. ალბათ 1050 მაქსიმალური, ანუ ეგრეც აწერია, მაგრამ 500-ზე ქვემოთ არ არის.
ძალიან მაგარი შედეგია, მინდა გითხრათ. SSD მაინც SSD არა, რაც არ უნდა ვილაპარაკო. მოდი აბა Steam-დან გავუშვათ ახლა მეგობრებო თამაშები და ვნახოთ რა შედეგს მოგცემს ჩაწერაზე. HD-ზე ძალიან ნელა მოქონდა ხოლმე თამაშები, რომ დიდი ხანი უნდებოდა რა ჩაწერას და ვნახოთ აქ ექნება თუ არა მნიშვნელობა SSD-სა და HDD-ის ზოგადად ჩამოტვირთვაში. არა, ბევრად სწრაფად მიაქ, 8% უკვე არის. თელი დღე ვიწერდი HDD-ზე აი ამ თამაშს, რომ 29 გიგაბაიტი ჩამეტვირთა და სიჩქარე საკმაოდ მაღალი მაქვს, თან მით უმეტეს ახლა აქ რასაც უყურებთ 41 ეს არავიდა მაქსიმუმამდე, კიდევ უფრო აიწევს აქ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 70 მეგაბიტამდე მაქვს ინტერნეტი და 32% უკვე გადაწერა. საქმე რაშია მეგობრებო? საქმე იმაშია, რომ space-ის დარეზერვებას რო აკეთებს Steam-ი, ამას HDD-ზე ანდომებდა ძალიან დიდი ხანი. და ეხლა აქ 30%, რაც ძირითადად space-ის გამოსანთავისუფლება ჭირდება ხოლმე. წამოიღო ძალიან სწრაფად. ეხლა ამას დავაპაუზებ რა თქმა უნდა და მე ჩამოვტვირთავ, იმიტომ რომ მთელი ინტერნეტს წაიღებს რესურსს აქედან, ასე რომ სხვებს რო ხელი არ შეუშალოთ, რომ ინტერნეტი მოიხმარონ, ამიტომ დავაპაუზოთ და მე გავაგრძელებთ ცოტა მოგვიანებით. რაც შეეხება კამერას, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ არის ეს ახლა რაღაცა ჰაიპი და არ იქა ეს რა ხარისხის გამოსახულება და მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ვიდეო კამერა რაც მქონდა, თვითონ ლეპტოპის იყო საშინელი, აი შავად მაჩვენებდა პირდაპირ. ახლა ადამიანური სახე მაინც გამომიშლება და რწმუნებული ვარ. მოკლედ ამით დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.